მოგესალმებით, მეგობრებო. ამ წლის ბოლო Cluster Breaks ვუსმენთ დღეს და დღეს მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ მიზეზზე, რომელიც ძალიან ხშირად არის ხოლმე ფსიქოსომატიკის უკან, დაავადებების უკან და ფსიქოლოგიური პრობლემების უკან. ბერტ ჰელინგერი სისტემური განლაგების ავტორი ამბობდა, რომ ყველაფერი სწორად არის სისტემაში, ანუ ოჯახში, როდესაც დაცული არის სამი პრინციპი. პირველი პრინციპი ეს არის კავშირის პრინციპი, ანუ უფლება იყოს სისტემასთან, ანუ ოჯახთან მიკუთვნებული. მეორე ეს არის ბალანსი და მესამე არის წესრიგი. დღეს მინდა ვისაუბრო პირველ პუნქტზე, მიკუთვნებულობასა და კავშირზე და ჰელინგერის აზრით და არა მარტო მისი აზრით, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაში, რომ როდესაც ადამიანს არ აქვს განცდა იმისა, რომ მიკუთვნებულია თავის სისტემასთან, ანუ უპირობოდ მიღებულია, მაშინ იწყება ფსიქოლოგიური დარღვევები და ეს ფსიქოლოგიური დარღვევები მე შეიძლება ძალიან ბევრ რამეში გადაიზარდოს, როგორც ფსიქოლოგიურ პრობლემებში, ისე შეიძლება გადაიზარდოს ფსიქოსომატიკაში და დაავადებებში. რას ნიშნავს მიკუთვნებულობა? ესე იგი, მიკუთვნებულობა, როგორც გითხარით, ეს არის საკუთარ გენეტიკასთან, საკუთარ ოჯახთან, მათ შორის დიდ ოჯახთან, ხო, გენეტიკურ ოჯახთან, საკუთარ გენეტიკურ ხაზთან, ასე ვთქვათ, მიკუთვნებულობის უპირობო უფლება. მაშინაც კი თუ ეს ადამიანი რაიმე მიზეზით არის სტიგმატიზირებული, ანუ სოციალურად უარყოფილი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული არის რა ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე და ასე შემდეგ. შეიძლება მის ბიოგრაფიაში იყო კრიმინალი, მან მოკლა ვიღაცა, რაღაც ესეთი. მოკლედ ერთი სიტყვით ყოფილიყო დამნაშავე, რაღაცა თვალსაზრისით და ოჯახმა ის განდევნა სისტემიდან. როდესაც ოჯახი განდევნის საკუთარ წევრს სისტემიდან, მაშინ იწყება აი ამ ზუსტად სისტემური განლაგების პრინციპების აღრევა და განდევნილი წევრის ბედის წერას გარკვეულწილად იმეორებს ხოლმე მისი რომელიღაცა შთამომავალი. ანუ შეიძლება მან, რა თქმა უნდა, არაცნობიერად გაიმეოროს რაღაცა თვალსაზრისით განდევნილი წევრის ბედი. შეიძლება ეს არ იყოს პირდაპირ გამეორება, მაგრამ რაღაცა მიზეზით ისაც იქნება განდევნილი ამ ოჯახიდან. და როგორც თვითონ სისტემური განლაგების სპეციალისტები ამბობენ, მოხდა გადახლართვა მის განდევნილ წინაპართან და მან საკუთარ თავზე აიღო ეს ბედის წერა. და როგორც წესი, აი თითქმის არ არის ხოლმე სისტემური განლაგება იგივე კლასტერში მაგალითად და ტრენინგები, სადაც ეს სქემა არ არის ხოლმე, რომ რომელიღაცა თავის წინაპარს ირეკლავს ადამიანი, ხო, ესე შეიძლება გეჩვენოთ უცნაურად, მაგრამ ეს ესე არის. ეხლა მიკუთვნებულობას აქვს თავისი პლუსი, რა თქმა უნდა, გასაგებია რატომ არის ესეთი ბაზისურად მნიშვნელოვანი, ეს არის უსაფრთხოების ინსტინქტიდან გამომდინარე, ადამიანი მაშინ არის უსაფრთხო და დაცულად, როდესაც განეკუთვნება გარკვეულ თემს, როგორც ჩვენ როგორც თემური წყობილების წარმომადგენლები ვართ, ანუ ეს თემი შეიძლება იყოს სოციუმი, ოჯახი და ასე შემდეგ, ერთი სიტყვით სისტემას, ანუ როდესაც მიეკუთვნება სისტემას, მაშინ არის დაცული, ამიტომ ეს ადამიანისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია და ამის წინ არაფერს არ აყენებს, ეს ძალიან არაცნობიერ დონეზე ხდება, ძალიან რეფლექსების დონეზე ხდება. აქ ვერ მოხდება რაღაცა გონებრივი ჩარევები, ხო? ეს ფაქტობრივად ჩვენი რეფლექსია, ვთქვათ ესეთი რამ. ამიტომ ადამიანს ეს სჭირდება და მისთვის პრიორიტეტი არის ეს. რახან ეს არის პრიორიტეტი და უსაფრთხოება არის, მას შეუძლია ბევრ რამეზე თქვას უარი, მათ შორის როგორც თვითონ ჰელინგერი ამბობდა, სინდისზე იმისათვის, რომ იყოს მიკუთვნებული საკუთარ ჯგუფთან და მან შეიძლება კრიმინალური ქმედება ჩაიდინოს სუფთა სინდისით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, ავიღოთ მაგალითად ნაცისტური გერმანია, ხო? და არა მარტო ესე ნებისმიერი ეს მძიმე ეპიზოდები, ავტორიტარული რეჟიმები, როდესაც ადამიანები აკეთებდნენ ისეთ რამეს, რაც ნებისმიერი ცივილიზებული სამყაროსთვის არის გაუგებარი, არამსუ უარყოფითი, არამედ კატასტროფული ბოროტება, მაგრამ ეს ადამიანი ამას აკეთებს თავისუფალი სინდისით, სუფთა სინდისით, როგორც ამბობდა ჰელინგერი, იმიტომ რომ იმ სოციუმში ეს არის მიღებული. ანუ მისი სისტემის კანონია ეს და რამდენადაც ის მიკუთვნებულია საკუთარ სისტემასთან, ამიტომ ამას აკეთებს სუფთა სინდისით. აი მაგალითად ექსტრემალი, რომელიც კლავს ადამიანებს, ფანატიკოსი, რელიგიური ფანატიკოსი, ხო, რომელიც ადამიანებს კლავს, ტერაქტს აწყობს, ის ამას აკეთებს სუფთა სინდისით, იმიტომ რომ მიკუთვნებულობა მას აძლევს ამის უფლებას. ამიტომ ეს ძალიან ღრმა საკითხია. მიკუთვნებულობა და სისტემისადმი ერთგულება საერთოდ სხვა შრია და კარგი და ცუდი საერთოდ სხვა შრია არის.
მაგრამ იმიტომ რომ იყოს მიკუთვნებული, ის ამას აკეთებს და საერთოდ არ გზნობს თავს დამნაშავედ. ასეთი ტიპის რაღაცები ძალიან ჩანს ხოლმე მე თვითონ სისტემაში, რომ არეულია სისტემა. მეორე ხა რა მინუსიც აქვს ამ მიკუთვნებულობას, ნუ პლუსი არის ის, რომ შენ დაცულობის განცდა გაქვს, მინუსი არის ის, სწორედ რაც თქვი წეღან, რომ ადამიანი გარკვეულწილად ხელფეხ შეკრული არის, მას უჭირს ამის წინააღმდეგ წასვლა და სწორედ ის, რაც ფსიქოლოგიაში არის უდიდესი საკითხი, სეპარაციის საკითხი, ანუ ზრდასრულობის საკითხი, როდესაც შენ ესე ბრმად აღარ ეკუთვნი აი ამ შენ სოციუმს და შენი ქმედებები არის გარკვეულწილად თავისუფალი და გამომდინარეობს უკვე შენი პირადი ფასეულობებიდან და უფრო უნივერსალური ფასეულობებიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უბრალოდ ზრდასრულობის, ინტელექტუალური და ემოციური ზრდასრულობის გარკვეული ფაზა არის. სწორედ აი ამას ძალიან ხშირად ხელს უშლის ხოლმე აი ეს ბრმა მიკუთვნებულობა. და ჩვენ გვაქვს ტრენინგები, სადაც ძალიან დიდი ნაწილი ამ ტრენინგების ეთმობა აი ამ სეპარაციას, აი როდესაც გარკვეულწილად ჭიპლარის მოჭრას ვეძახით ხოლმე ამას, როდესაც ჭიპლარი იხსნება საკუთარ დედასთან, იმიტომ რომ ადამიანი არის უკვე ზრდასრული 40-50 წლის და ემოციურად ეს ჭიპლარი ჯერ კიდევ არ აქვს ჩაწყვეტილი. ეს საქართველოში ძალიან დიდი თემა არის და ძალიან ასევე პოპულარული პრობლემა არის, ვთქვათ ეს. რას ნიშნავს სეპარაცია? სეპარაციას ორი მარკერი აქვს, რომ სეპარაცია მოხდა. პირველი არის, რომ არ არის უარყოფილი საკუთარი წარმომავლობის ოჯახი, დედა, მამა და ასე შემდეგ, არ არის ბრაზი მათზე, მიღებულია მათი ბედისწერაც და ამ ადამიანის ბედისწერაც, როგორიც იყო ის, რანაირი რთულიც არ უნდა ყოფილიყო და დამიჯერეთ, რომ აი ძალიან რთული кейსები ვინახავს პირადად მე, თითქმის რომ მგონია, რომ უპატიებელია, მაგრამ ყველაფრის პატიება შეიძლება. ანუ მიმღებლობა არის თლიანად საკუთარი ოჯახისადმი, მაგრამ ამავდროულად არის გაცნობიერება იმისა, რომ ჩემი ბედი მე მეკუთვნის და მშობლების ბედი სხვა რამ არის და გარკვეულწილად აი ესეთი სიტყვებსაც კი ვამბობთ ხოლმე სისტემურ განლაგებაში, რომ მე პატივს ვცემ შენ ბედს, მიმართავს თქვა შვილი თავის მშობელს, მაგრამ მე ჩემებურად ვიცხოვრებ. ხო, აი დაახლოებით ეს ფილოსოფია არის. მოგეთ ერთი სიტყვით დღეს ამაზე მინდოდა რომ მესაუბრა, თუ რა არის მიკუთვნებულობა, სისტემური განლაგების ერთ-ერთი მთავარი სვეტი, რაზეც დგას ჯანსაღი სისტემა. ჩვენ გემშვიდობებით დაახლოებით ერთი კვირით კლასტერ ბრეიკი გაგრძელდება უკვე მალდივებიდან. ჩვენ 8 იანვარს მივემგზავრებით ტრენინგებით, ზუსტად სისტემურ განლაგებების ტრენინგებით მალდივებზე და იქიდანაც გავაგრძელებთ ამაზე საუბარს, ასე რომ შემდეგი ბლოკი ერთ კვირაში იქნება. მანამდე მე გილოცავ დამდეგ ახალ წელს, გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პიროვნულ განვითარებას, ჰარმონიას საკუთარ თავთან და სამყაროსთან. დიდი მადლობა.